მართლა ამბობ, რომ რუნის ადგილას აყენებს უარეს პრემიერ ლიგაში. ანუ როიკინის წასვლის შემდეგ მანჩესტერის არაფერი არ დაკლებია. მანჩესტერის ფანები დელულუები არიან. ჩემი გემოვნებისთვის ის კლოპის ლივერპული ჯობდა გვარდიოლას სიტის. ანუ ეგეთ რაღაცებს რომ გამოსაწვდები იძახის, ჩემი აზრით, ანუ ეგ მაგას დიდი დრო აღარ აქვს, დარჩენი მაქსიმუმ 1-2 სეზონი რა. გამარჯობა მეგობრებო, სეტანტა სპორტ ჯორჯიაზე მოდი ვიკამათოთ ის მე-14 ეპიზოდის დრო მოვიდა და როგორც ამჩნევთ, წინა ეპიზოდის ბოლოს ანდროს ნათქვამის სიტყვა საერთოდ არ აღმოჩნდა ხუმრობა და ტყუილი. ასე რომ დღეს ახალი წამყვანია, დღეს და ალბათ მომავალშიც, დღეს და მომავალში ვიქნები ამ გადაცემის მსაჯული და დღეს კონკრეტულად ენტონი ტეილორი. იმიტომ რომ ასეა საჭირო უხდება თემატიკას და იმ ყველაფერს რის გამოც შევიკრიბეთ და რის გამოც უნდა ვიკამათოთ. ტრადიციულად გეტყვით რომ ლოკაცია უცვლელია, ჩვენ ისევ პაბ 44-ში ვართ და მოახლოებული ინგლისური კლასიკის ლივერპული მანჩესტერის განსახილველად და უფრო მეტად ამ გუნდებზე საკამათოდ, ამ გუნდების ინტერესების დამცველები ყავს სტუმრად. ლივერპულის საწვრთნელი ცენტრიდან, ასე ქვია, AXA-დან გაბრიელ ბერაძე და კარინგტონიდან გიორგი ჭკუასელი, იგივე ჭუკი. კიდევ ერთხელ გამარჯობა მეგობრებო. მოგესალმებით. რამდენად ხართ კამათის ხასიათზე? როცა საქმე ფეხბურთს ეხება, კამათი თამდები თემაა და სასიამოვნოც კი, ამიტომ და ძალიან კარგია რომ ენტონი ტეილორი ხარ და არა ჰოვარდ უები. ენტონი ტეილორიც არ არის სულად მამაბრავის ბატკანი, მაგრამ ეხლა თან ამ თემაზე დაუსრულებელი კამათია რა, საქართველოშიც, ინგლისშიც და ყველგან. ამიტომ დავაი. კაი. მაშინ პირველი დებულება რომელიც არის შემდეგნაირი. ვირჯილ ვან დაიკი პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო ცენტრალური მცველი. ვა, ბოდოა? კაი, რადგანაც ბოდოა. კაი, სადღაც შუაში დავდებ თუ გინდა. მე უკვე დაფიქსირდა ბოდოა. მოდი ჯერ დაიწყოს გაბრიელ. ერთი წუთი. მოკლედ დავიწყებ პირდაპირ კონკურენტებზე საუბრით, ანუ რამოდენიმე ვარიანტია, სულ არის ვან დაიკი, არის ვიდიჩ ფერდინანდი და ერთ-ერთი ან ორივე და არის ჯონ ტერი. ანუ ძველიდან ახლა ტონი ადამსის თამაში ნაკლებად მაქვს, არსენალის ფანები ალბათ ტონი ადამსაც შემოიყვანენ. ვიენსთან კომპანი მე ამ გამანში ძალიან მეზედვეტება და კონკურენტებისგან განსხვავებით იყო საუბარი თავიდან, რომ აი ვირჯილმა ერთი სეზონი თამაშა, ორი სეზონი თამაშა, თუმცა ეს ერთი და ორი სეზონი უკვე 8 სეზონზე ავიდა და რაც გამოჩნდა, ანუ 2017-18 წლების სეზონის შუაში გადავიდა ლივერპულში და ანუ რაც უმაღლეს დონეზე გადავიდა, მაგის შემდეგ იმ ერთ სეზონის გარდა, როცა ტრავმის გამო აბსოლუტურად გამოტოვა, ითვლება მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალურ მცველად, კონკურენტიც კი არ აყავს მე მგონი. გარდა ამისა, ანუ ძალიან სიგიჟე იყო, რაც მოხდა, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოებაში გავიდა მეორეზე. ფაბიო კანავარო იყო 21 საუკუნეში ვინც მოიგო და სხვა ცენტრალური მცველი ახლოსაც კი არასდროს არ ყოფილა მოგებასთან და მხოლოდ იმიტომ ვერ მოიგო ოქროს ბურთს, თვითონ მისცა მესის ხმა. თვითონ მომდგარ იყო და მესის გარდა ნებისმიერ სხვა ფეხბურთელის ხმა რომ მიეცა ვირჯილს, ოქროს ბურთს იგებდა თვითონ. შესაბამისად, ეპოქაში, სადაც 2019 წელია, მესი და რონალდო არიან პრაიმში და ახლოსაც ამ დროს ერთ ნაბიჯში არის ცენტრალური მცველი ოქროს ბურთის მოგებასთან. რაც არის სიგიჟე. ცოტა ისეთი სტატისტიკა მგონია ის რომ მთელი სეზონი დრიბლინგით ვერავინ ვერ გაცდა, გასაგებია, მაგრამ ანუ არასდროს არავისი არ ყოფილა ეგ ვირჯილის გარდა და ესეც გასათვალისწინებელია. გარდა ამისა, მისმა მოქმნა მოსვლამ ლივერპული გარდაქმნა სუპერგუნდად. ანუ ამხელა გავლენა გუნდზე ცენტრალური მცველის პოზიციიდან არის ძალიან რთული კონდეს, რაც აქვს ვირჯილ ვან დაიკს. მისი მოსვლა, ანუ ის სეზონი ლივერპულმა დაიწყო 2007 წელს იანვარში, სადღაც მე-6 ადგილზე და იანვრიდან შემდეგ მაისამდე დაგროვებული ქულებით, ხოლო სიტის ჩამორჩა, ისიც 1-2 ქულით და ისიც იმიტომ, რომ სეზონის ბოლოს უკვე 4-ეული განაღდებული იყო, მეტი ვერავის ცულებებს ძოდნენ, ჩემპიონთა ლიგაზე იყვნენ და კონცენტრაცია მთლიანად იქეთ იყო გადასული. ასაბამისად, რაც იყო იურგენ კლოპის სუპერ ლივერპული, ეს დაასრულა ვირჯილის ტრანსფერმა, მაკედან მანდ შესრულა ეს გუნდი. გონი დრო ამოიწურა. კი ბატონო. შესაბამისად, ჭუკის ერთი წუთი. კაი. დებულება იყო, რომ არის საუკეთესო მცველი. რასაც ცენტრალური საუკეთესო მცველი, რაც არ არის. იმიტომ პრემიერ ლიგაში იყვნენ ტერი და ფერდინანდი.
რო გვეთქვა რომ ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, გადმოვწევდი წყნარად ვიჯლის მიმართ არანაირი ის არ მაქვს, ძალიან მაგარი არის, შეცვალა ლივერპული, საშუალო გუნდიდან გახადა ტოპ გუნდად, დიდი წილი მისი დამსახურებაა, მაგრამ როცა პრემიერ ლიგაში იყო ტერი და ფერდინანდი, რომლებსაც აქვს 5 და 6 პრემიერ ლიგა მოგებული, თან თამაშობდნენ. ფერდინანდი იყო ყველაზე ძვირადღირებული მცველი ორჯერ იმ დროში თან როცა ბევრი ფული არ ხდებოდა და იმ გუნდებში თამაშობდნენ, რომლებიც იყვნენ წლიდან წლამდე დომინანტურები, მანჩესტერზე ვისაუბრებ მარტო, მოიგო 6 პრემიერ ლიგა, იყო საუკეთესო დაცვის ერთ-ერთი ვიდიჩთან ერთად და რასაც ვან დაიკზე ამბობენ როლფ როის დიფენდერია, ეგ იყო ფერდინანდი ვან დაიკამდე. მეორეზე ტერიზე ჩემილია თქვა იგივე, ჩემი აზრით ორივე გაცილებით ზევით დგას ვან დაიკზე და ცოტა იმასაც დავამატებდი, რომ დაჟე საუკეთესო ჰოლანდიელი მცველიც არა პრემიერ ლიგის, იმიტომ რომ მანჩესტერში იყო სტამი, რომელსაც ითამაშა 3 წელი, 3ჯერ ზედიზედ მოიგო პრემიერ ლიგა, ტრებლი და ასე შემდეგ. და თან ვან დაიკს უწევს თამაში ისეთ თავდასხმელებთან, როგორიც არის ვოტკინსი და გაბრიელ ჟეზუსი და ტერის და ფერდინანდს უწევდა დროგბასთან, რუნისთან და მილიონს ტევესთან, მილიონს სხვა გაცილებით მაღალი დონის ფორვარდებთან თამაში, ვიდრე დღეს უწევს ვან დაიკს. კი ბატონო, შეგიძლიათ საერთო ერთი წუთიც კი ბატონო, ვოტკინსი და გაბრიელ ჟეზუსის გარდა უწევს ელინკოლანთან თამაში, რომელსაც ერთადერთი ეკავს. სერხიო აგუეროს ეთამაშა, ჰარი კეინს ეთამაშა და აგუეროსთან სუაგებდნენ თითქოს. არ აგებდნენ სულ, რაც სულ და რაც ვან დაიკი ლივერპულში გადავიდა, ეგ სტატისტიკა აგუეროს აქვს მანამდე. კეინსაც ვან დაიკი მქონდა მანამდე ლივერპულთან ძალიან კარგი სტატისტიკა, რაც ვან დაიკი გადავიდა, მაინც ბევრს უტანდა კეინი. არა, რაც ვან დაიკი გადავიდა, რაშფორდი ბევრს უტანდა. რაშფორდი ცენტრალური არ იყო. და ტრეინდი ყავდა დაჭერილი, დაჩაგრული და კი ბატონო, ანუ ვან დაიკი რაც ვან დაიკს აი მაგაში ვერ დაგეთანხმები რომ უკეთეს თავმოხმელებთან უწევდა თამაში. ანუ პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო თავმოხმელი ვინც არის ჰარი კეინი და ვან დაიკის დროს იყო. არის ჰალანდი, რომელიც თუ პრემიერ ლიგაში დარჩა, აუცილებლად პრემიერ ლიგის ყველა დროის ბომბარდირი გახდა. ვან დაიკის დროს და ლივერპულთან როცა ვან დაიკი თამაშობს მარტო ერთი გოლი აქვს გადამილი, ჯერ და დანარჩენი არის აგუერო და აი პრემიერ ლიგის ტოპ თავდასხმელები რო აიღო, აი ანრი შედარება არ არის იმ ტოპ თავდასხმელებთან. აი რატო? დროგბა, ანრი, 300 თამაში აქვს 100 გოლი. სალას და მანეს ფლანგელებს უკეთესი სტატისტიკა აქვს ვიდრე დროგბას. დროგბა იყო big game player-ი, თორე არ იყო ისეთ თავდასხმელი, როგორც გაპიარებულია. და რაც შეეხება ახლა საუკეთესო დუეტს კიდე ვიდიჩთან ერთადო, ეგ არგუმენტი არ მონია, იმიტომ რომ ვან დაიქს არ ყოლია ეგეთი მეწყვილე, ვიდიჩის ტონის მეწყვილე ვან დაიქს. და შესაბამისად ვერ იტყვი რა საუკეთესო დონეს თუნდა. მიუხედავად იმისა, რომ აი ვან დაიკი და ჯო გომესი როცა პრემიერ ლიგა მოიგეს, მე აგეგმათები იმაში, რომ ვან დაიკი ცუდი მცველია, ძალიან მაგარი მცველია, საუკეთესო არის, რომელიც თავის გუნდს ყველგან გალატობდა, სადაც იყო მაგის საშუალება. ფეხი დაუწდა. ფეხის დაცემები შენ არ უნდა გეკრიბე. ბარსელონასთან რომ აი აბსოლუტურად არასაჭირო წითელი აიკიდა და 2-0-ზე რომ გუნდი 10 კაცით დატოვა და შესაბამისად მე ფინალის გამოტოვა, ანუ იმ ჩემპიონატში სადაც ბარსელონას ტერი ჭირდებოდა, ტერი არ იყო. სადაც ჩელსის ტერი ჭირდებოდა. ხო, მაგრამ ანუ როცა უყურებდი ტერი უფრო დომინანტური იყო ვიდრე ვან დაიკი. ანუ ტერიზე არ ვამბობ, რომ ტერი ძალიან მაგარი იყო და მე ფერდინანდსაც რაღაც ხრი როგორც წელი მიჩვენია. რაც შეეხება აი ვარსა როლს როისის ვან დაიკის და ფერდინანდს შეჭრო, ვან დაიკი გაცილებით მრავალმხრივია ვიდრე ფერდინანდი. იმიტომ რომ ცენტრალური მცველი არის, შეტევის დაწყება, გრძელი პასი, მოკლე პასი. ესეც აკეთებდა, პროსტა ადრე და ბევრს. მაგრამ აი რაში ბევრს არ ახსოვს. ვან დაიკი და გოლები, ძალიან დიდი მნიშვნელობის გოლები კიდე საკმაოდ ბევრი შეტანა. კაი, რადგან სახალხო ჩემი პირველი გადაწყვეტილება მივიღო, რაც საჯად დავჯექი ჭუკი დალიე, ბუდიში, მაგრამ უნდა დალიე. მართლა გონია. სუბიექტური ვარ. არა. ვან დაიკია საუკეთესო მცველი. საერთოდ არ ვფიქრობ მაგაზე, ვან დაიკი საუკეთესო თუ არა, უბრალოდ აი ამ დავაში გაბრიელის პოზიცია უფრო მოწონს. აბა, გვათი ჩვენკენ. ერთი იმას დავამატებდი, რომ აი ჭუკი რასაც ამბობდა აგუერო სულ უგებდაო, პრემიერ ლიგაში ქონდა რომ გადმოვიდა ახალი გადმოსული რო იყო ვან დაიკი სიტისთან
ის თავარი თამაში რო წააგეს 18-19 წლების სეზონში, ეგ უფრო ლოვრენის შეცდომა იყო, მაგრამ რა თქმა უნდა ეთულება ახლა ეგრეთ ასალკე ვერ გავყვებით. და ლიგაზე ყავდა უფრო დაბრიყვებული იმ სეზონში, იმის წინა სეზონში აგუერო ლივერპულს, აგუერო სიტი პრინციპში ორივე თამაში რომ მოუღო 3-2. და დანარჩენი აი ვან დაიგზე, ასე ვთქვათ, იცი, ფერდინანდი იყო პირველი, ვინც ეგ გააკეთა, ანუ ამ პირველი პასის გამკეთებელი, მაგრამ რადგან ფეხბურთი ვითარდება, ლოგიკურია, რომ ეგეც განვითარდებოდა და უკეთესი ვერსია გაიჭდებოდა. ყავს, აი დალგლიშმაც ეგ თქვა სხვათა შორის, იქ ყავდათ მიწვეული ერთ პოდკასტში და ალან ჰანსენს არ შეეძლო ის რაც ვან დაიგ შეუძლია, ეგრე მარტივად აირიდა შეკითხვა და სადაც დალგლიში ფიქრობს რა უშავს თუ მესვეთან ხო. კაი. მაინც ვინც ახალი მაყურებელია და არ იცის, შევახსენებ როგორც არის წესები, დებულებას, როდესაც ვამბობ, თუ ეთანხმება ადამიანი 100%-ით, გადაწევს თავის კათხას აქამდე, ვეთანხმები, არ ვეთანხმები, ბოდვა. შემდეგ უკვე დაიწყება კამათი და მე როგორც ყველაზე სუბიექტური საჯი მის მხარესაც ავეჩევ იმის მოწინააღმდეგე სვამს ტეკილას შოთებს. ამჯერად ანგარიშერის 1-0 ლივერპული გავიდა წინ. ისე ოკეი, აქ როგორი შანსი გაქვს მოგების, არა მგონია მანჩესტერს კონდეს მაგთამაში. აი მეორე დებულება, რომელიც ჟღერს შემდეგნაირად ლივერპულის ეს სატრანსფერო ფანჯარა იყო შეცდომა. 1-2-3 მიფიქრეთ და შემდეგ უკუცლოს რო დავიწყებ, ერთდროულად გადაწყვეტ, რომ მაინც ისეთ შოუს სუხდე. 1 2 3 კი ბატონო, მქონდა მოლოდინი რომ შეთანხმდებოდით. ერთი და იმავე აზრი იქნებოდა, საერთოდ წუთი შეგიძლიათ უბრალოდ ხო, ანუ ძალიან ადრეა რა მაგაზე რო თქვა, ეხლა რადგან ვირცი ვერ თამაშობს და ისაკსაც ჯერ გოლი არ გაუტანია, არნიშნავს რომ შეცდომა იყო რა, ისაკს გააქვს 3 წელია და ლივერპულშიც გაიტანს, უბრალოდ ეხლა რაც ხდება არის რომ ბევრი სხვა ძირითადის წევრი წავიდა, დიასი, ტრენტი, ვიზეთ ძალიან ბევრი რამე იყო დამოკიდებული და ეხლა რაღაცა უჭირთ აწყობა ამ ახალ ფეხბურთელებზე და ყველაზე მეტად ვირცეთ ეთყობა, რომ ვერაფერს ვერ შვება, მაგრამ რა ქვია, დროის ამბავია რა, ანუ ლივერპულმა რაც გააკეთა ბოლო 10 წელში არის, რომ ძალიან სწორ ტრანსფერებს აკეთებენ მანჩესტერისგან განსხვავებით. ამიტომ არ მგონია ეხლა რაც ქნეს რომ შეცდომა იყოს. კი ბატონო, ანუ ბოლო წლებში ლივერპული ძალიან არ გამოირჩეოდა ხარჯვით, ესაც ალბათ ძალიან მსუბუქი ნათქვამია და გუნდში დაგროვდა კაპიტალი, რომელიც უნდა დახარჯულიყო, გუნდის გაახალგაზრდობის პროცესი იყო აუცილებელი, მიუხედავად იმისა, რომ შანშა ლივერპულმა პრემიერ-ლიგა მოიგო, მეორე ნახევარში გუნდს უკვე შეეწყო, რო არა ის ჰანდიკაპი რაც ჰქონდა, ძალიან გაჭირდებოდა ჩემპიონობა. თუმცა ამისთან მიუხედავად ჩემპიონთა ლიგაზე თუ ვინმე შეეძლო პარი სენ-ჟერმენის გამოგდება, ყველაზე მეტად ლივერპულს. ხო და გააკეთა ტრანსფერები, რომელმაც გააძლიერა ის წერტილები, რაც ლივერპულს ყველაზე მეტად უჭირდა. შემქმნელი 10-იანი ფინიშერი, რომელიც გუნდში არ ყოფილა ლუის სუარესის შემდეგ, ისეთი ფინიშერი როგორც ალექს ისაკია, ფლანგის მცველები ტრენტი წავიდა, რობერტსონი ჟოტა იყო მშვენიერი. ხო, ჟოტა ძალიან კარგი ფინიშერი იყო, თუმცა თავისი ის იყო, რომ სეზონში დაახლოებით ნახევარ სეზონი არ იყო ხელმისაწვდომი. და ფლანგის მცველებსაც შეეხება წავიდა ტრენტი, რობერტსონიც ფაქტიურად წავიდა, თავის აჩრდილიღა დარჩენილი და განახლება იყო საჭირო და როცა გუნდის ძირითად შემადგენლობაში 5-6 ახალი ფეხბურთელია, თავისთავად ცალსახა იყო და არც მქონდა ილუზია, პირიქით ანუ იმ ძალიან ყოფილი ვიყავი, რომ თავიდან ხო, როგორც დაიწყეს, ეგეც არ მეგონა რომ იმ თამაშებშიც ხარისხი ის იყო, რასაც ველოდი, მაგრამ მაინც იგებდა გუნდი. თუმცა ეს იღბალი დიდხანს არ გასტანდა, ლოგიკური იყო და ჩელსისთანაც და კრისტალ პალასთანაც მოხდა ის, რაც იკითხებოდა რეალურად. თუმცა მწვრთნელი ეხლა უკვე არნე სლოტმა უნდა აიღოს დირიჟორის ხელში, მწვრთნელი იმისთვის ყავს გუნდს, რომ ეს ახალი სახეები შეათამაშოს, დაალაგოს გუნდი და აი ამ სანაკრებო პაუზის შემდეგ უკვე ჩემი აზრით ხარისხმა უნდა მოიმატოს. ხო რა, მან რასაც დავამატებ, თავარი ეხლა ვინც უნდა პასუხისმგებლობა აიღოს მწვრთნელის გარდა არის ვან დაიკი და სალაჰი რა, ანუ ეგ ორი ადამიანია, ვინც აი ამ ახალ მოსულ ტიპებს უნდა ხელი მოკიდონ და დააყენონ იმ გზაზე, რაზეც არის ლივერპული და სალას ისეთი სტატიებს მაგრა უჭირს ლივერპულს და სალას მაგრა უჭირს დაგღუპა ფენტეზიში ხალხი. ნამდვილად გაგვასწორა მიწასთან და რაღაცა და დობსონი გაცილებით ყოფილები იქნებიან. და სემენიოს. ისეთ დებულება იყო, მოკლედ ვეთანხმებიზე რომელიმეს რომ გადმოგეწიათ, არ ვიცი რანაირად უნდა მოგიგოთ. თან 7 ტურია რა გასული და თან შეიძლება თქვა
ვირცზე რო არის შეცნობა ფეხბურთელი რომელიც არის აი თავის პოზიციაზე ხო, მაგრამ ასწავლებს რომ ესე თამაშობს. მე ვასწავლე. კარგი, მესამე დებულება, მეგობრებო, სლოტს და ამორიმს ადგილები რომ შეუცვალოთ, არაფერი შეიცვლება. 1 2 3 ვა, ისევ საერთო წუთი კი ბატონო ვისაუბროთ. მე არ ვარ წინააღმდეგი. კი ბატონო. დაუწევ იქიდან რომ როცა ლივერპულიდან გაცხადდა რომ კლოპი მიდიოდა, ბევრი იწერებოდა, მათ შორის იწერებოდა ამორიმზე. გავცელა ხმები რომ უარი თქვა, გავცელა ხმები რომ არც უთავაზებია ლივერპულს, ზუსტად ნამდვილად არ ვიცი როგორ იყო. თუმცა როცა შემდეგ გააკეთა განმარტება თუ რატომ სლოტი, უფრო ვიფიქრე რომ არ შეუთავაზებია ლივერპულს, იმიტომ რომ იყო საუბარი იმაზე რომ სლოტის ფეინორდი თამაშობდა კლოპის ლივერპულთან მაქსიმალურად დაახლოებულ ფეხბურთს. აქედან გამომდინარე ვერ იქნებოდა ფიზიკურად ლივერპულის ალტერნატივა ამორიმი, რომელიც აქვს ერთი 3-4-3 აქვს ერთი ტაქტიკა, იცის მარტო ის, როცა გუნდი აგებს 2-0-ს, მაშინაც კი არ ცვლის ამ თავის ტაქტიკას. შესაბამისად, თუ ლივერპული ეძებდა წვრთნელს, რომელიც კლოპის ფეხბურთთან მიახლოებული ფეხბურთს ათამაშებდა ლივერპულს და ფაქტია რომ ესე იყო, იმიტომ რომ შარშან ფაქტიურად ერთადერთი შეცვლილი იყო, ლივერპული ცოტა მეტად ფულებდა ბურთს და როცა ანგარიში წაიყვანდა, აღარ უტევდა ისე მასირებულად, როგორც კლოპის დროს. აი, ეს ცვლილება იყო, შესაბამისად, მაქსიმალურად იგივე რელსებზე უნდა გუნდს დარჩენა ფაქტია და აქედან გამომდინარე მე ეჭვება ამორიმით დაინტერესებული იყო ლივერპული. და ასევე მე ეჭვება ის, რომ ამორიმს თავისი სრულიად ახალი სისტემით, ახალი ტაქტიკით, ახალი ხედვებით ის შედეგი დაედო, რაც დადო არნე სლოტმა. შესაბამისად, ანუ არნე სლოტი კი ბატონო ცოტა გნინდება, იმით რომ კლოპის მემკვიდრეობა დახვდა ძალიან კარგი და ტრანსფერის გარეშე მოიგო პრემიერ ლიგა, თუმცა მეორეს მხრივ კლოპმა იმუნით ვერ მოიგო პრემიერ ლიგა და სლოტმა მოიგო. შესაბამისად, სლოტის დაკნინება თლად სწორი არ არის ამ საკითხში. კიეზას არ მოუგია. ხო, კიეზას არ მოუგია და მამარდაშვილიც ჯერ არ იყო გადასული. აქედან გამომდინარე ამორიმი ფაქტია რომ ანტირეკორდზე დევს მანჩესტერში გააკეთა თავისთვის სასურველი ტრანსფერები. გასაგებია ამ შემთხვევაში იგივე უნდა ვთქვათ რომ პირველ ტურებში შედეგს ვერ მოთხოვ, მაგრამ ჯერ ანუ ამხელა თანხის დახარჯვა 3 ისეთ თავმომსხმელში რომელიც არ ვიცი სოფლიო დონის ვარსკვლავად ნამდვილად არ ითვლება და გადაიხადა სადღაც 250 მილიონამდე ცოტა მებევრება. აქედან გამომდინარე მე არ ვთვლი რომ ამორიმის და სლოტის ადგილების შეცვლა არაფერს აშუქებს. ამაზე პირიქით ძალიან არევდა სიტუაციას ლივერპულში და მანჩესტერში და არ ვიცი. ხო, ანუ ამორიმი უნდოდა რა ლივერპულს ძალიან ამორიმა თქვა უარი, ხა არ გინდა ეს. ხო და მაგაზე იყო. მე მეორე მხრიდან ვუყურებ. მანჩესტერი იმდენად არაპროგნოზირებადია, რა მოხდება, რომ გინდა სლოტი მოსულიყო, გინდა კლოპი, გინდა გვარდიოლა, ანუ ვერ გათვლი მანჩესტერი რას იზამ. შეიძლება ეხა ვიკენდზე ლივერპულს მოუგონ და მერე წააგონ კრისტალ პალასთან 4-0. ამიტომ ძალიან რთული ეხა სლოტი რომ ისულიყო მანჩესტერში, თავისუფლად შეიძლება მე-15-ზე არ გასულიყო, იგივე არ იქნებოდა რა, შეიძლება მე-7-ზე გასულიყვნენ. ამიტომ მაგიტომ ვერ ვეთანხმები ამ დებულებას, რადგან ვერ პროგნოზებ მანჩესტერს და თან რაც თქვა ნუ გაბრიელმა, ხო რა ლივერპული და მანჩესტერიც ბალეშიკოვ ამორიმს და მინდა რომ წარმატებული იყოს, რადგან ჩემი გუნდის მწვრთნელია, მაგრამ არ უხდება მანჩესტერს 3-4-3 და იგივენაირად არ უხდება ლივერპულს. ანუ თუ რამე გუნდები არ წარმომიდგენიან მაგ წყობით, არის ლივერპული, მანჩესტერი და ბარსელონა. ხო, ეგეთ ექსპერიმენტებს აი ბრაიტონს დაუტოვებდი. ხო, ანუ არის მანჩესტერის წობას. კი ეხა სტატისტიკას და XG-ს და რაღაც სისულელეებს შეხედო, მანჩესტერს ყველაზე მეტი XG აქვს და ყველაზე მეტი უტყამენ. ბრუნოს რომ გაეტანა ორივე პენალტი, ფულემთან მანჩესტერი იგებდა, ბრენტფორდთან ფრეიყო და სიტის უთანამდებოდა. კი, მაგრამ ანუ არა, უბრალოდ მაგით თვალით უყურებთ ხო ყველა და არ უხდება მანჩესტერს 3-4-3. მეოთხე დებულება. მანჩესტერი ლივერპულის ამ გუნდების გაერთიანებული 11-ეული რომ გავაკეთოთ 21 საუკუნეში, უფრო მეტი ფეხბურთელი მანჩესტერ იუნაიტედიდან მოხვდება. 1 2 3. ოპა. კაი, ამჯერად დაიწყებს თავისი დებულების, კი არა, მოსაზრების დაცვას ჯუკი. კაი,
100% დავწუნებული ვარ, რომ მინიმუმ 6 მოხდება მანჩესტერიდან. იმიტომ რომ მეკარე მანჩესტერის არის, შმეიხელი ან ვანდერსა არის, რომელიც გინდა. 21 საუკუნეში შმეიხელი არაფერს შუაში. 21 ვანდერსა არის. აი, არა აქვს მნიშვნელობა დიდად. ფერდინანდი და ევრა ხვდებიან, სულ მინიმუმ ვანდაიქს და ტრენტს, კაი, დაგითმობ თუ გინდა, სკოულზი და როიკინი ხვდებიან აუცილებლად. ვის საყენებ? ჰენდერსონი გინდა ჩასვა. კარგი, რონალდო ხვდება, რუნი ხვდება, გიგსიც ხვდება. ანუ 100% ვარ და მე გავაკეთო თუ გინდა, მაგრამ ეგრეა, ასე 6 ფეხბურთელი მინიმუმ მანჩესტერიდან ხვდება ამ გუნდში. კი ბატონო, მაშინ გაბრიელის ერთ წუთი. ალბათ კლასიკური 4-3-3-ს რომ ვიყვეთ, მეკარე ჩემი აზრით არის 50-50 ალისონი ვანდერსა არის. იმიტომ რომ ლონჯევიტით ალისონი ჯობს, ვანდერსა არის მანჩესტერში 4 წელი იყო, მაგრამ ფულების 6 წელი იყო. მაინც ჯერ თავის ერთ წუთი კონდეს და მე და ალისონი უკვე დაახლოებით 10 წელია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარია. დაცვაში ორი კაცი გეთანხმები, თუმცა მარცხნი 50-50-ია ჩემთვის მარჯვნივაც მაშინ დაგითმე. ხო, და ამიტომ შევთანხმდეთ ორი პრეზე. რაც შეეხება ცენტრს, ჯერარდი აუცილებლად, სკოულზი და ჩემი აზრით ხაბი ალონსო როიკინზე უკეთესი საქმე ნახევარმცველი იყო. ამ გუნდს ხაბი ალონსო უფრო მოუხდებოდა თავის სათამაშო ინტელექტით, ტემპის კონტროლით და ასე შემდეგ. რაც შეეხება წინ, აი აქ ლივერპულში და მანჩესტერში ნათამაშები თუ ადარებთ თუ კარიერით? ლივერპული მანჩესტერში, იმიტომ რომ მაგაზია დერბი. ხო, ანუ მარჯვენა შემტევი ცალსახად სალაჰი უნდა იყოს, მარცხნივ კი ბატონო კრიშტიანო რონალდუ და წინ ლუის სუარესი აუცილებლად. კი ბატონო რუნი იყო ძალიან მაგარი, თუმცა სუარესმა რაც პრემიერლიგაში თამაშა, საუკეთესო ბომბარდირი გახდა, საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტი გახდა ერთ სეზონში. საუკეთესო ფეხბურთელი გახდა პრემიერლიგის და ეგეთი შთამბეჭდავი სეზონი ერთ ფეხბურთელს არც მანამდე არც მის მერე ჩემი აზრით რონალდუსაც ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდა, თუმცა ასეთი სუსტი გუნდი რო კიდევ ამ ჩემპიონი გახადა, არ ვიცი, ჩემი აზრით სუარესის სეზონი ჯობდა ჯერ გოლების ხარისხი რო აიღო, რა გოლები გახონდა. აი, საოცარი გოლები გახონდა 50 მეტრიდან, ჯარიმები, დრიბლინგით გოლები, არ ვიცი, ეგ სეზონი იყო ჩემი აზრით საუკეთესო ინდივიდუალური სეზონი პრემიერლიგაში. შეგიძლიათ პრინციპში ერთდროულადაც ისო. მართლა ამბობ, რომ რუნის ადგილას აყენებს სუარეს პრემიერლიგაში. ერთი წელი როით თამაშობს. თუ ადარებთ, ანუ ნახე, თუ ლონჯევიტი თუ ადარებთ, მაშინ ალისონი უნდა იყოს და არა ვანდერსა არის. რატო? 3 პრემიერლიგა აქვს მოგებული, ამას მეტი კლინშიტი აქვს გაკეთებული სეზონში აქვს რეკორდი. სეზონში აქვს რეკორდი. გასაგებია, მაგრამ ანუ ალისონი იყო მეკარე, რომელსაც პირადად აქვს ტიტულები მოგებული. მათ შორის ჩემპიონთა ლიგა, ის ბოლო წუთის ესეივები ბარსელონასთან და ასე შემდეგ, ან მარტო პრემიერლიგას ვარ უყურებთ. ალისონზე და დეხეაზე ჩემო გეკავებოდი. ვანდერსა შეცდომები აქვს. დაშვებული. არც ალისონს აქვს ნაკლები. ალისონის შეცდომას რამე გადამწყვეტ თამაში ლივერპულს არ წაუგებია პირიქით. ანუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 8 სეივი, მანამდე ბარსელონასთან საოცარი თამაში, იმ 4 თვე მოგებულ თამაში, ნაპოლის თუ მეკარეზე მივდივართ, ანუ ჩემი არგუმენტი რაც არის, ალისონი ძალიან მაგარი იყო, მაგრამ ვანდერსააზე სტაბილურად კარგი მეკარე პრემიერლიგაში ჩეხზე შეიძლება ვიკამათო და სხვა არ ყოფილა 21 საუკუნეში ჩემი აზრით. ვანდერსა არის კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკა და გატარებული აქვს ფულებში. მე რა. ანუ იმიტომ რომ ალისონი მაგამდე აქვს ლიგა მოგებული, იუვენტუსში აქვს ნათამაშები და მანჩესტერში იყო სათადარიგო მეკარე და გაუშვეს. აი და მანჩესტერში მოვიდა და დაალაგა ეგ გუნდი. ანუ და მანჩესტერში ძალიან დიდი დამსახურება. ანუ ცოტა ხანი იყო. გეთანხმები რომ ძალიან მაგარი იყო, ცოტა ხანი. არ იყო 6 წელი, მე. ხუთში მოვიდა და 11-ში ფინალი ითამაშა. ყოველ შემთხვევაში მეკარეში ვერ დაგეთანხმები და ამ თავდამსხმელი თუ 4 პრემიერლიგა თუ პრაიმი თუ ადარებთ სუარესთან რუნი ვერ მივა, მაგრამ თუ ლონჯევიტით კი ბატონო იყოს, მაგრამ აი მარჯვენა ვინგერში იმედია შემეწინააღმდეგები სალას რონალდო უნდა იყოს. რონალდო მარცხნივ უნდა იყოს, სალაჰი მარჯვნივ. და ცენტრშიც ახლა ხაბი ალონსო და როიკინი აბსოლუტურად გემოვნების საკითხია, იმიტომ რომ ხაბი ალონსოც ერთ-ერთი საუკეთესო ძალიან მაგარი იყო. ძალიან მევასება, მაგრამ როიკინი, როცა პრემიერლიგაზე ვლაპარაკობთ, როიკინი არის ავი ტოპ 5-ში. ხაბი ალონსო არ არის ტოპ 5-ში. პრემიერლიგის? ხო. თან ვარ გაგაჩერებთ, რადგანაც და უშუალოდ მანჩესტერ ლივერპულის კარიერი თუ ადარებთ და აი თუ გინდა პრემიერლიგაც ვიგვემატებინა მანჩესტერ ლივერპულს,
მაგით უკვე გამოიკვეთო ვინც მოიგო. შენ სუარესზე კითხვა რომ დასვი. მეგონი მანდ მივხვდი რომ აგიო დალიე ერთ-ერთი ხდება ანგარიში. მე იმას დავამატებდი. ლივერპულს და მანჩესტერს გავუყურებს. კი ბატონო, შვენიერი. იმას დავამატებდი რომ აი ფერდინანდზე რაც იყო რომ პირველი იყო ვინც აი პირველი პასის ეთიკა და კულტურა შემოიტანა პრემიერ-ლიგაში, ვანდერსარზე იყო ეგ ფეხით თამაშის შემთხვევაში. ანუ ეგ ფერდინანდი თავის დროისთვის ყველაზე განვითარებული მე ცენტრალური დაცვის დუეტი, რომელსაც არ არის. წყალიც გავიდონა მაგათ შორის. არა თუ და მაგრა გაასწორებდა მანჩესტერში შეიყოფილიყო ვან დაიკი. კარგი. გადავიდეთ მეხუთე დებულებაზე. როი კინი სტივენ ჯერარდზე დიდი კაპიტანი იყო. 1 2 3 ანუ ამ რაუნდშიც გვეყოლება ის ვინც დალებს ტეკილას. დაიწყო სამჯერად გაბრიელ. მე ვიცი ხა, მე წინასწარასაც იყოს. თუმცა ეგეთი მოსვლია სხვა დიდ ფეხბურთელებსაც ჯონ ტერი ვახსენეთ უკვე. თუმცა ჯერარდსაც აქვს აკეთებული 2005 წელს, აი სულ რომ მაგ დღეს დაიმთავრებინა კარიერა, ეგ თამაში აქვს პირადად მოგებული. სოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მილანთან. ეგ გუნდი იყო, არ უაიღო, რა დაცვა ყავდა, რა ნახევარდაცვა ყავდა და რა თავდასხმა ყავდა. დაფრინავდნენ, ერთი ამოსუნთქით გავიდნენ ფინალში, პირველ ტაიმში მოიგეს 3-0 და გრაფა ბენიტეს აქვს თვითონ ნათქვამი, რომ ჯერარდი ლაპარაკობდაო და მე ვთქვი 1-2 სიტყვა ტაქტიკაზეო. ეგ თამაში ჯერ ჯგუფიდან გაიყვანა პირადად ლივერპული და ზოგადად ამ ჯერარდი იყო ფეხბურთელი, როცა გუნდს უჭირდა, თვითონ იყო მაგალითის მიმცემი. გახონდა ბენგერები, რავი, 150 მეტრიან პასს აკეთებდა, რომელიც ერთ-ერთ ეტოვებდა ფეხბურთელს, ანუ დაწყებული მარჯვენა მცველიდან დამთავრებული თავდამსხმელის უკან ყველგან შეეძლო ეთამაშა, სადაც გუნდს უჭირდა და სადაც ჭირდებოდა. მაგალითის მიმცემი ფეხბურთელი იყო, სამაგალითო ფეხბურთელი იყო, რომელსაც მიყვებოდა მთელი გუნდი. ეგრე იყო სტამბულში, ეგრე იყო ერთი წლის შემდეგ უკვე კარდიფში თასის ფინალი, როცა ლივერპული ჯერ 2-0 აღებდა, მერე 3-2 აღებდა და ჯერ სისეს უკეთებს 60 მეტრიან პასს, შემდეგ ათანაბრებს და შემდეგ ისევ აღებდა ლივერპული და გააქვს არ ვიცი ჩემი აზრით ფინალში რომ ბოლო წუთზე დგებიდა 35 მეტრიდან იმას ურტყავ რაც იქ ჯერარდმა დაარტყა, ეგ მეტი მე ნანახი არ მაქვს. ყოველ შემთხვევაში ფინალში. და აქედან გამომდინარე, როი კინი იყო ფეხბურთელი, რომელიც მანჩესტერიდან გააგდეს იმის გამო, რომ ადგა და თამაშის შემდეგ საკუთარი გუნდელები განანცხა. ეგ არ არის დიდი კაპიტნის ქმედება და დიდი კაპიტნის ქცევა. მედიაში რომ გამოდიხარ და შენ გუნდელებზე ამბობ, რომ ეს არ დარბის და ზარმაცია, ეს ასეთია, ეს ასეთია. დიდი კაპიტნებს ეს არ ახასიათებთ. ჯერარდის მით უმეტეს ახლა თუ იმას სალანს გიყავდა თავის თანამგუნდელები, ჯერარდს ყავდა სოტირიოს კირიაკოსი ედგა დაცვაში და წინ დავით გოგი ყავდა, მაგრამ არასდროს არ გამოსულა და არ უთქვამს, რომ ჩვენ შედეგს იმიტომ ვერდებთ, რომ გუნდი ტრანსფერებს აკეთებს, ხარისხი არ არის და ასე შემდეგ. სუარესაც აქვს თავის კარიერაში, თავის ინტერვიუში თუ ავტობიოგრაფიულ წიგნში ნათქვამი არ მახსოვს რომელიღაცაში, რომ ჩემი კარიერის ასახანთვალებასო ჯერარდს უმადლიო, იმიტომ რომ არსენალში წასვლა გადაწყვეტილი მქონდაო და ჯერარდმა დამარცხდა რომ დავრჩენილიყავ ერთ სეზონი მეთამაშა და შემდეგ წავიდოდი ამ ბარსელონაში ან რეალშიო და ანუ ეს ქონდა ჯერარდს რომ ფეხბურთელები მიყვებოდნენ არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მოედნის მიღმაც უჯერებდნენ და ითვალისწინებდნენ მის მოსაზრებებს. კი ბატონო. ჭუკის ერთწუთი. კაი, იმით დავიწყებ, რომ მე არ მივეკუთვნები მანჩესტერის სიმბოლეშიკებს, ვისაც ჯერარდი არ ევასება, არა. ძალიან მაგარი იყო. სიამოვნებით ვისურვებდი მანჩესტერში რომ ეთამაშა, მაგრამ როი კინზე დიდი კაპიტანი, ჯერარდი კი არა, ძალიან ცოტა იყო მსოფლიო ისტორიაში და რატო? როი კინი იყო იმ გუნდის კაპიტანი, რომელიც პრემიერ-ლიგის ისტორიაში ყველაზე დომინანტური გუნდი იყო, რაც ყოფილა. ყველას რაღაცა სიტის დომინაცია ეხლა, რადგან ეხლა ხდება სიტის ეს წლები გონია დომინაცია. დომინაცია იყო, რასაც მანჩესტერი აკეთებდა 92-დან 2013-მდე. კანტონას წასვლის შემდეგ გახდა კაპიტანი და ისეთი ფეხბურთელების კაპიტანი იყო, რომ ანუ სუპერსტარები, რომელსაც ძალიან დიდი ეგო აქვთ და როი კინი იყო მაინც მაგ გუნდში ნომერ პირველი ფეხბურთელი რა. იყო ბეკემი, იყო რონალდო, გიქსი, სკოულსი, რუნი, ნისტელროი, უამრავი მეგავარსკვლავი იყო მანჩესტერში, რომელსაც ამენეჯებდა როი კინი და ფერგიუსონს აქვს თვითონ ნათქვამი, რომ მე კი გასახდელში რაღაცებს თამაშამდე ვლაპარაკობდი, მაგრამ წვნელი ლიდერი კაპიტანი მოედანზე იყო როი კინი და შემდეგ რა სხვებსაც, სკოულსაც, რონალდოსაც, რუნისაც
როიკინთან ერთად რო გადიოდა გუნდი სათამაშოდ, ყველას ეგონა რომ მარტო მაგ ტიპის გამო მოიგებდნენ მაგ თამაშს რა. შესაბამისად, არ ჩამოვთვლი ტიტულებს, რამდენი პრემიერ ლიგა აქვს, FA თასი, ჩემპიონთა ლიგა, რაც თქვი სტამბულზე როიკინს აქვს UVS-თან ნახევარფინალში გაკეთებული, ეგ ზუსტად როცა 2-0-ს აგებდნენ და აი თავის ამ ბრძოლის უნარიანობით, ამ რაც winning mentality, რასაც ქვია, აი მაგით იყავს გამოთრეული და 6 წელი რომ მანჩესტერმა ტრებლით დაამთავრა, იყო როიკინის დამსახურება და ეგეთი და ყველაფერს ამ ლიდერულ თვითვისებებს რო გავანებოთ თავი, ყველა დროის ყველაზე წარმატებული გუნდის კაპიტანი იყო როიკინი. კი ბატონო, შეგიძლიათ უკვე მახსოვს ეგ ფინალის არ უთამაშია ხო როიგის? ხო, იმიტომ რომ მოკვდა იქ მოედანზე იმდენი ბარათი მიიღო და ბარათი მიიღო, იმიტომ რომ იბრძოლა, ტრავმა მიიღო, ეგ არის მოკვდა. ყველაფერი გააკეთა, აი რაც გააჩნდა, დადო დელიალპიზე და მაგიტომ ვერ ითამაშა და გაიყვანა გუნდი ფინალში. რაც შეეხება დომინაციას, სიტის დომინაცია უფრო იმიტომ მეტად ფასობს მანჩესტერის დომინაციაზე, რომ გაცილებით ძლიერ პრემიერ ლიგაში დომინირებს სიტი. ანუ მაშინელი პრემიერ ლიგა იყო სუსტი და რატო იყო? ანუ ძალიან მარტივი მაგალითია მაგის ის, რომ იმ დროს 97 და 98 რო დაწერას მაგიტომ. არა, ეგ არა, აი 95-დან, ანუ 90-იანები და 2005-მდე. პრემიერ ლიგის გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე ვერ შვებოდნენ ვერაფერს, საერთოდ. ანუ მანჩესტერის ჩემპიონის გარდა 97-დან 90-იანები და 2005-მდე. საერთოდ ვერაფერს ვერ შვებოდნენ, არა მარტო ჩემპიონთა ლიგაზე, ვერც ევროპა ლიგაზე და ვერც. და რაც შეეხება სიტის დომინაციას, მაგ დროს ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ჩელსი ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თვითონ სიტიც მოიგო და ყოველთვის ახლოს იყო. ანუ პრემიერ ლიგური გუნდები ევროპაში გაცილებით საშიშები იყვნენ იმ დროს, როცა სიტი დომინირებდა. გეთახმები, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ ჰქონდა ძალიან დიდი ჩავარდნა. ძალიან დიდი ჩავარდნა ჰქონდათ. ლივერპული იყო 90-იანებში სუსტი გუნდი. საშემოთ. არსენალი ვენგერის მოსვლამდე იყო სუსტი გუნდი. შესაბამისად, ანუ ფაქტიურად კონკურენტი ჩელსი საერთოდ არავინ არ იყო, არავინ. ხო, მაგრამ სხვა გუნდები იყვნენ, ნიუკასლი იყო ძალიან კაი გუნდი. კარგი გუნდი იყო, მაგრამ გრანდი კონკურენტი, სტაბილური. ეგ არ არის მანჩესტერის ბრალი, ხო? ხო, არა, გავიგე, მაგრამ მანჩესტერის დომინაცია მანჩესტერი დომინირებდა. მაგ მანჩესტერზე ზდიერი მანჩესტერი, რომელმაც ტრებლი მოიგო, იყო ის მანჩესტერი, რომელმაც ტრებლი ვერ მოიგო, მაგრამ დუბლი მოიგო. შეიძლება, ხო, შეიძლება. აი, მოჩი როიკინი აღარ იყო. ანუ როიკინის წასვლის შემდეგ მანჩესტერს არაფერი არ დაკლებია. კერიკი მივიდა, დადგა. იმიტომ რომ მანჩესტერი იყო და რა ქვია, ფერგუსონი დარჩა. ხო, მაგას ეუბნები, ანუ არ იყო შეუცვლელი ფიგურა. კერიკი მივიდა, დადგა. იყო, როცა თამაშობდა იყო. და რაც შეეხება ეხა ეგულებს კიდე, ეხა რონალდუ და რუნი რო ახსენე, რონალდუს და რუნის ეგო ჯერ მაშინ არ ქონდათ, როცა მაგათ კაპიტანი როიკინი და რუნი იყო მაშინ, რა ვიცი, სოფლიოში ყველაზე ამომავალი ვარსკვლავი იყო, მაგრამ ბავშვი იყო. რონალდუც ბავშვი იყო. შესაბამისად, ანუ მან კი ნისტელროიზე და სკოლზე გეთახმები, მაგრამ ბეკემი. ანუ რა ვიცი, მაგაზე ხო, გეთახმები, მაგრამ აქედან გამომდინარე, რომ ანუ როიკინი გუნდიდან წავიდა, მაიკ კერიკი დადგა, ფერდინანდმა თუ ნევილმა კაპიტანის სამკლაური და მანჩესტერში არ შეცვლილა არაფერი. წარმატებული დარჩა რა და როიკინმა შექმნა ეგ წარმატების ფორმულა რა, ერთ-ერთი თავადი შენ რო კაპიტანი გუნდიდან მიდიხარ და შენ გულს არაფერი არ ეწყობა. ეგ შენ ნახო, თან როგორ წავიდა მაგას ხო ახუშნებ, ანუ გუნდიდან გააგდეს, იმის გამო ტელევიზორში გაუშვა ფერგუსონმა. გააგდო. იმის გამო რომ ტელევიზორში გამოვიდა და გუნდზე დიდი არ იყო როიკინი. ხო, ანუ ხო და ეგ კაპიტნობა, ანუ ეგ მაგის კაპიტნობას იღებს და მიწაში დევს, რომ ადგა გამოვიდა, რომ ჩემი გუნდელებიო იდიოტები არიან, ზარმაცები არიანო, ანუ ეგ რანაირი კაპიტნობა. სწორი თქვა. 4-1 წააგეს მიდზბროსთან, ეგრეთ სუდათ არ მახსოვს. გასაგებია, სწორი თქვა, მაგრამ კაპიტანი არ კაპიტანია. კაპიტანი არ გამოდის და ამას ტელევიზორში არ ამოს, კაპიტანი ამას გასახდელში აღვევს. ხო, მაგრამ როიკინს ჰქონდა მაგის ფუფუნება, რომ ეგ თქვა, რადგან 10 წელი ფაქტია, რომ არ ქონია და გაიხანი გაწოდეთ, გაიხანი გაწოდეთ. იმიტომ რომ გუნდზე წინ ვერ იდგა. აუ, ის ძალიან თანაბარია ისე რა. აი, რავი, ხა მე კი უნდა ავუჩიო ერთი, მაგრამ არ გიგონოთ, რომ რავი. მეორის პოზიცია არ მომეწონა და მაგიტო არ მინდა რომ მე რომელსაც ვფიქრობ იმ ვერსიას გავამარჯვებინო გინდა თუ არა. რადგანაც ჭუკი მის მიზეზი არ ახსენა, რაც თავისი პოზიციის გასამყარებლად კარგი იქნებოდა ჭუკიდალი. აი 2006-ში ჩელსიში რომ მიდიოდა. აი გუნდა გეხსენებინა. ეს ხაუზერების მაფია რო ცოტა ჩაერთო. აი მე ვაფასებ იმით, ხო, რა არგუმენტებით დადე და მაგიტო ხო, გუნდა მეხსენებენ, სანამ დაადგნენ სახში. ოკეი. ხო, მაგრამ არ შეიძლება რა. ჯერარდი და როიკინზე მე რო წავაგო არ შეიძლება. მე როიკინს ავირჩიოთ. ჩემი რას მალევინებ და დაგელევინებინა ამის.
აბა, გაგვიმაჯოს. მომდევნო დებულება ამ კვირას მანჩესტერი ლივერპულს მოუგებს. აი ესე მარტივად. 1 2 3. ნუ 1000-ზე ხართ შეგიძლიათ ისაუბროთ. ეს ჩემი მოფიქრებული დებულება არა, მაინც. მე დავიწყებ აი იმ ხრივ, რომ იმდენად არასტაბილურია რა მანჩესტერი. არა იმიტომ კიდე რომ ვერ მოუგებს. კაცმა არ იცის რას ითამაშებს ყოველ მომდენო თამაშში და შესაბამისად ეგეთ გუნდზე ძალიან რთულია გათვალო. თან ენფილდზე არ მოუგია 15-ის მერე, ბოლოს ვანგალთან ერთად მოუგეს. ეხა იმის თქმა რომ ენფილდზე ჩავა მანჩესტერი ფელაინი და წელს მოხდა ხო და ეხა იმის თქმა რომ ჩავლენ და გინდა თუ არა მოიგებენ რთულია, მაგრამ ლივერპული რადაცვასაც თამაშობს და რამდენ მომენტსაც აქმნევინებენ სხვებს, მინიმუმ იმის იმედი მაქვს რომ მანჩესტერი შექმნის მომენტებს და მომენტები ექნება. წინა სეზონისნაირიც რო გამოვიდეს, რავი, მე ხელს ვაწერ 2-2. ხო, შეიძლება. აი, შაშა უნდა მოგვიგო რა, მაგვერს რო არ დაეტყა ზევით. ხო, თან ამ თამაშში ლივერპულს ძალიან ჭირდება მოგება, ხა თან მანჩესტერთან მოგება, იმხელა მორალ ბუსტია, რომ შეიძლება მთელი სეზონი მერე კარგად წავიდეს. აი, უნდა მეთქვა ზუსტად წინა სანაკრებო პაუზის მერე, ეგ რო გეთქვა. ანუ დათანხმებითანისა და არ ვეთანხმებიზე გადავწევდი რა. ეხა გუნდს აღზრდით 3 თამაში წაგებული. და სახში ეთამაშებიან მანჩესტერს. ანუ სულ რაღაცა უნდა ახალი ფეხბურთელებს და შეუთამაშებლობაზე იყოს საუბარი, იმხელა мотивაციით გამოვა ეხლა გუნდი, რომ აუ ამ თამაშს წაგება არაფრით არ შეიძლება და მონია რომ არ დაუშვებენ, თავს შეაკლავენ, თავს დადებენ, ფეხს მოატეხავენ და მაგ თამაშს მაინც არ წაგებენ. ხო, თან წაგებაზე ფრეზე ხო არა. ანუ ფრეზე შეიძლება ვერ მოიგებს რომ მე ვიყოფი და ბოლო პერიოდში ეგეთი ფრე რომ აი 0 მკვდარი 0-0-ები რო იყო, რომ კარში დარტყმის ხარეში დამთავრდა ერთხელ მახსოვს სულ შერის დროს ოლდ ტრაფორდზე 0-0. ხო და ეგ ფარე კიდე შეიძლება, მაგრამ აი მოგება გამორიცხული მგონია. კი ბატონო, დააბრუნეთ მაშინ კათხები. კარგი, მომდევნო დებულება, რაზეც გონია რომ 1000-ზე იქნებით, მაგრამ ნახოთ. მანჩესტერის ფანები დელულუები არიან. ესეც არ არის ჩემი მოფიქრებული მაინც. 1 2 3. ისევ 1000-ზე ხართ, შეგიძლიათ ისაუბროთ. ხო, იმის ბრალია რომ წარსულში ვცხოვრობ. ხო, ანუ ეხლა თან მანჩესტერს ყველაზე დიდი ფანბეიზი გაქვს და გინდა თუ არა ტვიტერზე ის უმეტესობა მანჩესტერი გვხვდება რა და ეხლა მინახია ისეთი პოსტები, ისეთი აზრები, რომ ბრმა უნდა იყო რომ მაგაზე ეს ლოგიკურად მიიღო რა. მაგრამ დებულება რა იყო ყველაზე თუ ლივერპულზე არა, უბრალოდ მანჩესტერის ფანები. უბრალოდ არიან კი, მაგრამ არსენალი გვასწრებს. არა, არსენალი მილიონი. არსენალზე თარგდებით, ხო? კი, არსენალი ისე შორს არის მაგ მხრივ, რომ ვერავინ ვერ დაეწევა, ვერასოდეს, მაგრამ მანჩესტერიც აი ამ ბოლო 12 წელმა გახადა მაგათ სამწუხაროდ. ხო, ანუ რა თქმა უნდა, ახლა უმეტესობაზეა საუბარი და არა ყველაზე. არსებობენ გულშემატკივრები, მათ შორის ჭუკიც დღევანდელი საუბრიდან გამომდინარე ძალიან ობიექტურად და სასახად აფასებს სიტუაციას, თუმცა არიან უმეტესობა ფანბეიზი, რომელიც აი სხვა სამყაროში და სხვა სიმწყეში ცხოვრობენ რა. თუმცა ჭუკის იმას შეთანხმები, რომ აქრივ არსენალი არის ამას წინათ შემხვდა, არსენალი არის ეხლა კოეფიციენტებით ჩემპიონთა ლიგის პირველი ფავორიტი. და ეგ პოსტი ედო ვიღაცას და აჰაჰოვებდნენ და აი როგორ აჰაჰოვებენო ანუ ტექსტები შემხვდა აი ამ ხედა ტექსტები რომ აი არსენალი რატო არ შეიძლება იყოს პირველი ფავორიტი გუნდი რომელიც არის აი აბსოლუტური ლუზერი რა აი 5-1-ს რო აგებდა ბაიერნი რო დაიჭედა ლამაზად რო დამძალიყო სახშიც და გასვლა ეს რო ერთნაირი ანგარიშებით უგებდა და მე თითქოს რაღაც გამოსწორდა უკეთესი გუნდი გახდა გამოვიდა ბაიერნთან ისევ გავარდნენ ისევ რაღაც პენალტი არ დაუდეს გაბრიელმა ხელში აიღო ბურთი შეათამაშა დადო და პენალტი არ დაუდეს. ეგ კი. ხო. მაგაზე დაიდო სხვა შორტ წინა სეზონში პენალტი ბრიუგე ასტონვილას. ხო. და ანუ ესეთ რაღაცები და მაინც გავარდნენ რა, ან ბაიერთან მაინც უშანსოდ გავარდნენ. ანუ არსენალს იმართება რომ კი ბატონო, აი ერთადერთად შაშან რეალს თუ გააგდებდა არ მჯეროდა რა. იმიტომ როგორც კი გრანდს შეხვდება, ამათ ფეხები უკან კალებთ, ისინი გამოდიან შეჭამენ რა. აი პირველად მე რაც ფეხბურთს უყურებ, იმ 2006 წელია გამონაკლისი, იმიტომ რომ მაშინ მარტო რეალს უგებენ თან გრანდებს ან სხვა არა, იუვენტუსი გააგდეს მაშინ და ძალიან დაჭარბეს. ხო. და მაშინაც ეს რეალი და იუვენტუსი აღს, მაგრამ მაშინდელი რეალი ძალიან სუსტი გუნდი იყო.
ლიონიც აგდებდა და რავი მეორე ფინალში ვინც აიჭერდა ყველა აგდებდა და აი ეხლა გააგდეს კიდე რეალი. ანუ გრანდს როგორც კი შეხვდებიან, ამათ არ ვიცი, ფეხები უკან კალერტული შინია თუ რა არის, არ ვიცი. და მე არტეტა გამოვა, ხან იმას ეთქვის რომ კაპიტალ FA Cup-ზე კი არა და მეორე Cup-ზე კაპიტალონზე ბურთებიო სხვანაირიაო. ეხლა შაშან გამოვიდა პრემიერლიგა რომ მორჩა და ჩვენ მაგარი გუნდი ვართო რა. სამი სეზონი რო შეკრიბო, ყველაზე მეტი ქულაო ჩვენ დავაგროვეთო რა. ანუ ეგეთ რაღაცებს რომ გამოდის წვნელი იძახის, ჩემი აზრით, ანუ ეგ მაგცნეს დიდი დრო აღარ აქვს, ჩვენ მაქსიმუმ 1-2 სეზონი რა. მანჩესტერზე იყო კითხვა და ორივეს ისე არ გვევასება არსენალი რომ უფრო იქით წავედით. კაი, გადავიდეთ მაშინ მომდევნო დებულებაზე. იურგენ კლოპი სარ ალექს ფერგიუსონის ერაში რომ ყოფილიყო, მანჩესტერი ლივერპულს ტიტულებით, პრემიერ ლიგის ტიტულებით ვერასდროს გადაასწრებდა. 1 2 3 არ უნდა დაულდებოდი მაგრამ. კაი. არა, იმას ვფიქრობდი, გაასწრებდა თუ არ გაასწრებდა თქვი რა. ანუ ვერ გადაასწრებდა მანჩესტერი თქო. ხო. დაიწყოს მაშინ ჭუკი, და წინას გაბრიელმა დაიწყო. ხო, ანუ რთულია რა მაგის რაღაცა არგუმენტირებულად დამტკიცება, ჩემი მთავარი არგუმენტი რაც არის რაც მოხდა და ვიცით. რა მოხდებოდა არ ვიცი. ფერგიუსონს ყავდა მეტოქეები, ვენგერი, მაურინიო, ანჩელოტი და ყველას მოუგო რა. ანუ გახდა არსენალი ჩემპიონი, გახდა ჩელსიც, მაგრამ ყოველთვის ახერხებდა იმას, რომ დაეკამბექებინა და მანჩესტერი ყოფილიყო მაინც მოწინავე ძალა რა. შესაბამისად მე კლოპს და აი მაკლოპის ლივერპულს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მანჩესტერი მაშინ გაცილებით ძლიერი იყო სხვა გუნდებზე რა. ლივერპული რო ავიღოთ ფერგიუსონის დროის ფეხბურთელებითაც იმდენად განსხვავდებოდა დონე, რომ არ მგონია რომ კლოპი რო ყოფილიყო რადიკალურად შეცვლილიყო პოზიციები რა, იმიტომ რომ ბევრი შეიძლება კლოპზე უკეთესი მწვრთნელები ყოფილან და მაგათ ჯობდა. ფერგიუსონი ყოველ სეზონში ერთ სეზონს თუ წააგებდა, მერე იგებდა რა. შესაბამისად იმ სვლას რაც მანჩესტერს ჰქონდა იმ დროში ვერავინ ვერ შეაცერდა რა. კლოპი ეთამაშებოდა გვარდიოლას, გადასარავი გუნდი იყო სიტიც, მაგრამ ერთხელ მოახერხა ჩემპიონობა რა. მხოლოდ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გემოვნებისთვის ის კლოპის ლივერპული ჯობდა გვარდიოლას სიტის. ფაქტია ვერ უგებდა და პრემიერ ლიგაში ფერგიუსონი გვარდიოლაზე დიდი ვინერი არის და მაქედან გამომდინარე ამ გონია, რომ მანჩესტერისთვის ხელი შეეშალა კლოპს, იმიტომ დაიწყო რაღაც პალისტერი ბრუსის გუნდით, შეცვალა მერე კანტონა, შეცვალა გუნდი რადიკალურად სხვა გუნდი დააყენა, მერე კინინი ნესტელოი გაუშვა რადიკალ, ანუ ყოველთვის შეეძლო რომ ახალი გუნდი დაეყენებინა სხვადასხვა ფეხბურთელებით და ეჯობა თავიანთი თავისი მეტოქეებისთვის ვინც ყავდა მაგ დროში, ლივერპული არ იყო, მაგრამ სხვები იყვნენ რა. ბატონო. პირველ რიგში მას ვიტყვი რომ როცა თქვი რომ კი, ვენგერზე მეტიც მოიგო, მოურინიოზე მეტიც მოიგო, თუმცა კლოპს მემკვიდრეობიდან გამომდინარე არ ევალებოდა ის რომ ფერგიუსონზე მეტი მოიგო. კლოპს უბრალოდ ევალებოდა რომ რაღაც ტიტულები მოიგო, 2 ან 3 რომ მანჩესტერს ლივერპულისთვის ვერ გაესწრო. რაც აბსოლუტურად რეალური იყო, იმიტომ რომ კლოპის ლივერპული პრემიერ ლიგაში აგროვებდა იმ რაოდენობის ქულებს, რომ მაგ რაოდენობის ქულებით 2000-იანებში ყველა სეზონში გახდებოდა ჩემპიონი 2019-ის ქულებითაც, 2020-ის ქულებითაც, 2022-ის ქულებითაც და ბოლოსაც რო კლოპის პოზიციონში 84-86 ქულა დააგროვეს, რაც 2000-იანებში 3-4 სეზონში აბსოლუტურად საკმარისი იქნებოდა ჩემპიონობისთვის. ხო, მან გუნდი აყავდა რა, იმ დროში რა ქვია ვერ ეყოლებოდა ეგ. ძალიან კაი შემადგენლობა ყავდა ბენიტეს. ანუ ცენტრი ყავდა ჯერარდი, ალონსო, მასკერანო. 82 ქულა ქონდა ბოლო სეზონში. ხო. ჯერარდი, ალონსო, მასკერანო ყავდა, როცა კლოპს ყავდა ჰენდერსონი, მილნერი და ვაინალდუმი. აი რომელი ცენტრი ჯობია? დაცვა და წინ. ხო, დასაღებია. სემიხიტია. არა, ეს კლოპი. მიდი. კლოპზეა საუბარი, არ დაგაუწყდეს. იყიდა ვიღაცას, აი ენდი რობერტსონის ნაირს ვიღაცას იყიდა 8 მილიონად აღმოაჩენდა. ანუ კლოპი რო ყოფილიყო ლივერპულის სელექციაც ხო, საერთოდ სხვა იქნებოდა, როგორც ანუ გაცილებით ცუდ ლივერპულში მივიდა კლოპი, ვიდრე მივიდა, აი ბენიტესი როცა მივიდა, მაშინ რომ ისულიყო კლოპი, აი მაგაზე გესაუბრები რა. გაცილებით ცუდ ლივერპულში მივიდა კლოპი. მივიდა დაქცეულ ლივერპულში, თავდასხმაში ყავდათ ლამბერტი, ბორინი, ბალოტელი. ანუ წარმოიდგინე რაზია საერთოდ საუბარი რა, ეს ლივერპული 2 წელში მესამე წელს უკვე იბრძოდნენ ჩემპიონობისთვის. და აქცია ძალიან მაგარ გუნდად.
შესაბამისად იმ ლივერპულში, რომელსაც ფინანსებიც მეტი ჰქონდა, ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ანუ გაცილებით მაღალი დონის გუნდი იყო და რაც ყოველია ყავდა ჯერარდი, ყავდა ტორესი. ანუ ისეთი ყავდა ალონსო, მასკერანო, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ყავდა, რომლებიც კლოპი გაცილებით მაღალი დონის შედეგებს ატარებდა ვიდრე ბენტესი. ანუ ძალიან ღრმად მჯერა რომ 2008 წელს ლივერპულმა პრემიერ ლიგა ვერ მოიგო, თავიდან ბოლომდე არის ბენტესის დამსახურება. აი მარტო მაგერთ სეზონში რომ ამდგარი იყო კლოპი და პრემიერ ლიგა მოიგო, მანჩესტერი უკვე ვეღარ გადაასწრებდა, იქნებოდა 19-19. შესაბამისად, ანუ ეგ სეზონი, სადაც ლივერპული ადგა და მანჩესტერს მოუგო 4-1, ჩელსის მოუგო ორივე თამაში, მანჩესტერსაც მოუგო ორივე თამაში, ლუზერ არსენალს ვერ მოუგო ერთ-ერთ თამაში, მერე ბენტესი გამოვიდა, რაღაც პრეს კონფერენციაზე ილაპარაკა რომ ფერგიუსონსკემ საჯები არიანო, მე უყველა ჩაგრავს და ამის მერე ადგა და ზედზე 4 თამაში ვერ მოიგო, 4-ვე ითამაშა ფრე. ანუ ბენტესი კი ბატონო ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ ლუზერი ერთად შეუთ. ეხა რასაც ვლაპარაკობთ, არის რა შეიძლება რომ მოხდარიყო რა. თეორიულად ვსაუბრობთ. და ანუ მაურინიოს ჩელსი ხო გვახსოვს ჩემთვის ჩემ მანჩესტერის გულშემატკივრისთვის ეგენი რომ გაიჩიტნენ ვა აი ეგ მქონდა რომ დაგვენძრა მაგრამ მაგ ჩელსისაც დაუბრუნდა ფერგი და მოუგო რა შენ რა სეზონსაც ამბობ 8-9-ში ყველაზე ახლოს იყო მანჩესტერთან მაგ სეზონში მაგრამ მაინც ძალიან ისე ხო რა 1-3 ტურით ადრე მორჩა გადაწყვეტილი იყო ანუ ის არისო რა და კლოპი რო ყოფილიყო მეტი შანსი შეიძლებოდა ქონოდა მაგრამ კლოპი რასაც იყიდა და ლივერპულს თუ გააძლიერებდა მანჩესტერს ჰქონდა ლივერპულზე მაშინ ორჯერ მეტი რესურსი და ზუსტად იგივე ლოგიკით ესენიც იყიდნენ და უფრო გაძლიერდებოდნენ ამიტომ ეგ არ არის არგუმენტი და მე ვთქვი რომ მანჩესტერი ძლიერდებოდა იმის მიხედვით კონკურენტები როგორ ძლიერდებოდნენ თუნდაც ანუ ევროპაში ყოფილიყო დომინანტი ჩელსი როცა გაძლიერდა ფერგიუსონმაც ადგა დაფიქრდნენ ბიჭები იქით და გაძლიერდა რა ანუ იმას ვამბობ რომ ყველა თავის მეტოქეს მოუგო რა ყველას ვინც ყავდა ერთი არ დაუტოვებია და თან რესურსის მეტი ქონდა მანჩესტერს შესაბამისად მე ვამბობ რაც მოხდა ფაქტია და შენ ამბობ რა შეიძლება მომხდარიყო ანუ მე არა რაც მოხდა ფაქტია ეხლა მაგას რა შეიძლება მომხდარიყო იმაზე უნდა ვისაუბროთ თუ მაურინიო ვენგერმა და ანჩელოტი ვერ მოუგო ფერგიუსონს მოუგო 3 სეზონი იყო ორჯერ ჩემპიონი და ერთხელ ვერ გახდა ანუ 3 სეზონში 2 მოუგო კი ბატონო და დაბრუნდა მე და სამჯერ მოიგო ზედიზედ იმიტომ რომ ვენგერი ხომ არა მან ხო მაურინიო აღარ იყო ნუ გაუშვეს იმიტომ რომ გაფუჭდა ვენგერმა ვერ მოუგო კი ბატონო გეთხარ ხომ ანჩელოტის ერთი მოიგო ერთი წელი ორი წელი იყო სულ და ერთი მოიგო ხო და ანუ მე ყველასთან დაბრუნდა გავიგე მაგრამ პელეგრინიმაც მოიგო და ფერგი მოიგო ამ გარიყო და ერთი მოიგო ამ დებულებისთვის ჩემ მოსაგებად უკვე ეგეც არის რას ვიტყვი ახლა იცი მთელი გაბრიელმა რომ დაიწყო საუბარი პირველია ნახევარი წუთი ცოტა მეტი ახლოსაც არ იყო იმასთან არგუმენტთან რომელიც იყო გადამწყვეტი ანუ 20-18 ხო იყო ფერგიო წავიდა ანუ ერთ სეზონს თუ იგებდა ლივერპული იმ სეზონს სადაც მანჩესტერმა მოიგო შესაბამისად ვეღარ უცრებდა 19-19 ხდებოდა და რაღაც ბოლოსკენ შედარებით მივიდა მაგ ნაწილამდე რომ 8-9 სეზონში კლოპი მოიგებდაო და 19-19 გახდებოდა. კაცმა არ იცის რატო? ანუ არა, მესმის, კაცმა არ იცის, მაგრამ ორივე მაგდებულებას იცავთ, ანუ ორივე იმ პრიზმაში იყავით, რომ კაცმა არ იცის რა მოხდებოდა. ანუ მე უფრო ნაკლებად, იმიტომ მანჩესტერი ვიცით რომ ძალიან კაი გუნდი. ხო და მე რა არ გავთვალე, იცი? რა არ მივიჩნიე რომ ეგ სწორი გაგრძელება იქნებოდა ამ დავაში. ის ამას იყიდიდა და არა, აი უბრალოდ კლოპი რომ ყოფილიყო 8-9-ში. ანუ სატრანსფერო პოლიტიკას ეს რო შეცვლიდა და ისიც რო შეცვლიდა, ეგ ხო ფაქტია. ანუ ლივერპული გაძლიერდებოდა, მანჩესტერის გაძლიერდებოდა, ანუ ერთმანეთს გააძლიერებდნენ. მაგიტო აი ეს ერთი სეზონი რო არ ეხსენებინა, აი როგორც შენ წეგან ჩელსიში ტრანსფერი არ ახსენე. რო არ ეხსენებინა, შენ მოიგებდი ამ დავას, ასე რომ 3-1 ხდება მაგარში თუნდა დალი. სვარა გზამო. რომ არ ეხსენებინა, მოკლედ გაბრიელს შენ მოგაგებინე, იმიტომ რომ აი ეგ იყო საკვანძო, რომ ის ერთი უნდა მოეღო. ხო, მაგრამ მაგით არ გადაწყდებოდა. მაინც მანჩესტერი მოიგებდა. ვუსურვოთ რომ ძლიერ პრემიერ ლიგას და ძლიერ ლივერპულს, ძლიერ მანჩესტერი ჭირდება. და ბუნდეს რომ ლივერპულ მანჩესტერის ყურებას ისევ ხალისი მიეცეს. ხო, მარტო აფიშა აღარ იყოს, მარტო აფიშა აღარ იყოს. ხო რა, ანუ მე რაც ვცხოვრობ, ან ერთია ძლიერი და ან მეორე რა, ის რომ ერთმანეთის კონკურენტები მარტო მაგ სეზონში იყო. მე რაც უყურებ. ნუ ლაითად რა მაგ სეზონში. მაგიტო აი ჩემი აზრით. არა, სადღაც მარტამდე ლივერპული იყო პირველი. მაგრამ მე ბენიტეს სტოკთან ფრით დაიწყო სტოკთან ვერ მოიგო ერთ თამაში, რედინგთან ვერ მოიგო ერთ თამაში და ამ დროს მანჩესტერთან შედს 2 თამაში მოიგო. ხო. ხო, ანუ
თან ეგ იყო ან ბენიტეს მინუსი იყო რა და აი კლუბს პირიქით ეხონა სუსტ გუნდებთან ძალიან კარგად. მე სულ ეგ კითხვა მქონდა თან, რომ ანუ 99-ში დავიბადე 99-ის ბოლოს და ანუ რაც მე გააზრებულად უყურებდი ფეხბურთს, ესენი ერთმანეთის კონკურენტები არ არიან. არა, არასოდეს. მარტო ვიკიპედიით თუ ეზიზღებათ ერთმანეთი თქვა, ანუ ჩემთვის რა, მე რომ ლივერპულელი მანჩესტერი ყოფილიყავი, რა თქმა უნდა, შემიძლია. აი დაჟე მანჩესტერის ხანა როცა იყო, თუ ვინმესთან აგებდა, რაღაცა ლივერპულთან აგებდა რა, აი დენი. რამდენად ცუდიც არ უნდა ყოფილიყო ლივერპული. ეხლაც რა მანჩესტერს კი 7-0-ები წააგო, 5-0-ები წააგო, მაგრამ მაინც უგებს ლივერპულს რა თამაშებს, რა მოუგო ის კოპის გამოსამშვიდებელ სეზონში ის 4-3 რაც აბსურდი თამაში, მაგამდე ბევრი რა და ნაკლებად აქვს რა მნიშვნელობა მანდ ფორმას. თან მე ვფიქრობ, რომ აი კლუბს პრემიერ ლიგის ვერ მოგებაში ყველაზე მეტად მანჩესტერმა გაუფუჭა საქმე. ანუ ქულები რო ეხლა დაუთვალო და პირობითად ის ანუ ის თამაში მოაგებინო ლივერპულს მანჩესტერთან. შეიძლება არ ყოფნის, იმიტომ რომ მე ასტონ ვილასთან ვერ მოიგო და ესე მიყვა, მაგრამ მანჩესტერმა ისეთი თამაში არ მოაგებინა. სადაც პირველ თამაში მოიგო. თასზე და მე ფრე ოლტრაფორდში. ხო და მე იყო ის სიტისთან ბოლო წუთზე პენალტი რო არ დადეს. დოკურო კარატისიდეც უხალისს. ანუ აი მაგურმა თამაშმა გადაწყვეტა. მაინც მანჩესტერს, იმიტომ პირველი ტაიმი უნდა მოეგო, მან ლივერპულს 3-0. და მეორე ტაიმი დაიწყო და ფუანსამ აიო გაიტანეო, ჩემო ძმაო. კი ბატონო, იმედია გაერთეთ ბიჭებო, ავიდე ძალიან მომეწონა, 3-1 დასრულდა ეს ანგარიში, მაგრამ ჩემი სიმბოლურია ეგ ანგარიში, ამ დროსაც უმაგას ვეუბნებოდი ხოლმე და რა ვიცი, თავარია მაყურებელმა ისი ამონოს ამ დავით. რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ მადლობას გადავაგდებ აბ 44-ს, შეგიძლიათ ეწვიოთ ხოლმე და თქვენთვის საინტერესო სპორტულ ივენტს ადევნოთ თვალი, არ ვიცი რომელი შეიძლება არ დაგხვდეთ აქ. ეს იყო მოდივი კამათოთ, შევხვდებით მომდევნო ფორმატში, სადაც რეალისა და ბარსელონას გულშემატკივრები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მადლობა მოწვევისთვის, ძალიან სასიამოვნო. მადლობა. მადლობა.